Mirpasa megavda xalq miasavt ჩვენი განაცემის სტუმარი ნიკა გვარამია. მოგესალმებით ბატონ ნიკა ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით გადაცემაში უფრო დიდი ხანი არ ყოფილხართ იმიტომ რომ ჩვენი საქმეები ქონდა შენი საქმეები გაქვს მე ჩემი საქმეები მაგრამ აი ესე ვერ მოვახერხეთ რომ ვერ გადავიკვეთეთ ისიც არის ბევრი თემაა რა ძალიან ბევრი თემაა რაღაცა თემებზე მინდა რომ ზოგზე სერიოზულად ვილაპარაკოთ ზოგზე მიხუმროთ ზოგზე შეგვიძლია ვიცინოთ ზოგზე ვიტიროთ ეხლა ნუ ეს მაინტერესებს ბატონ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ხარ ხო? ახლა ვართ. და უკვე სისტემატურად მარტო შენ გიშვებენ, ხო მე მგონი იქ. ადვოკატებს, ანუ ყველა საუგზალეს. თვითონ მე ყოველდღე დავდივარ. ყოველდღე იქ ხართ. ქოცებმა ვერ ჩამსვეს და ნაცებმა ჩამსვეს. ციხეში ვარ. ნაცები ჩაკხოვდნენ. ძირითადად ციხეში ვარ, ხან მელიასთან, ხან სააკაშვილთან და ასე. ხო და როგორ რა ამბები გამოდის იქიდან. მოყევი მე აქ ხოიცი ამ გადაცემას არავინ არ უყურებს. იქიდან ბევრად უკეთესი ამბები. იქიდან ბევრად უკეთესი ამბები გამოდის, ვიდრე გარედან შედის. ხო. იმიტომ რომ გაცილებით უფრო საღათ აღიქვამს რეალობა სააკაშვილი, ოპტიმისტურად და დრაივიანად, ვიდრე გარეთ ხელფეხ ჩამოშვებული და ყურებ ჩამოყრილი ხალხი. აი ეს შემიძლია გითხრათ. იქიდან შევდივარ დეპრესიით და გამოვდივარ რაღაცა ხო, ანუ ესე იგი ესენი ეს თვითონ ეს ღარიბაშვილი და ვიღაცები რომ იგონებენ რომ რაღაცა ფსიქიკურად ვერ არის, რაღაცებს ხო და ამბობენ, რაღაც ნარკო დამოკიდებული, რაღაცებს აი ხო იგონებენ რა, ანუ ეს ეთქვა მოშეს ახალი ამბავია. იცი რა, მოშე არ ვიცი, მაგრამ ღარიბაშვილის რა საერთოდ აი, ყურე ვინმეზე კი არა, აი ფრაზას რო წარმოთქვამს რომ ფსიქიკურად ვერ არის, ღარიბაშვილი ფსიქიკურად კარგი ახლა ცოტა რაღაცა ხო და რო დადიხარ მე არ უხსენები ვარ ისე როგორ ასამბობს ხო და არა მგონია უჩემოთ იქ ტელევიზორი ხო იცი ჩემს გამო არ აძლევენ იქ ვანო მართლა სერიოზულად ერთი გადაცემა საპატიმროშიც ხომ არ გადაგვეღო შენც მიყავ ხარ? შენ თორსაც ითხოვს. ეს გამოგატა, სერიოზულად მითხრა რა? ო, თქო კაცო, აბა ხა მე მაგისა ჩხაბაჩხაბი შეიძლება. კალიგრაფიაზე ვიცანი კი. ოღონდ მარტო კეთილი პერსონაჟები მინდა. ვინ ყავს კეთილი არც ერთი არ ყავს. შენ და გოგო მინდა მარტო. კეთილი პერსონაჟები. კარგად გაგახტუნებთ და ფორმაში მოგიყვანთ, თან გტოვებთ. ყველაფერთან ერთად და გაშიფშილებთ. გაშიფშილებთ. და მე როგორც კი ჩამოვაღწევ სტუდიამდე. ხო, აქ სტუდიაში ყველანი ერთად ვიღადავებთ. ჩემ გარდა, იმიტომ რომ მე მკვდარი ვიქნებ მაგდროს. აუ, რა მაგარი, ასე იგი. ხო, ეს ხო, ხელმოწერას ნახე ზუსტია. ყველაფერი ამას შევინახავთ კინოსალე. დიდი მადლობა. გავამხნევოთ აქედან. სერიოზულობით რომ მიუვა ეგ ხმა. ხო. ხო და ანუ ესე იგი რა პრობლემებს უქმნია? ანუ რა არის ეს მაგალითად წიგნი არ შეიძლება შეტანა, ლეიბი არ შეიძლება, სკამი არ შეიძლება. ანუ აი ეგ არა, ყველაფერი შეიძლება, უბრალოდ არ აძლევენ. სამაგიეროდ უდგავენ პურს. დოჭა ხო არის ნივთები რომელიც არ არის მაღაზიაში ნომენკლატურაში და უფლება აქვს რომ ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული პერედაჩით მიიღოს არ აძლევენ ხო ტელეფონის დარეკვის უფლება აქვს და არ არეკინებენ რა ვიცი კიდე რა სუნთქავს და ჯერჯერობით ასუნთქავს თან ეხლა იყო რომ თვითონ ნარკოტესტის ჩაბარებაზე თანახმაა ნარკოტესტის ჩაბარებაზე თანახმაა რო შევედი ვკითხე რომ შენ და ღარიბაშვილი სინჯებს რო დაწერე მეთქი რომ შენ და ღარიბაშვილი კამერების წინ სინჯებს ჩააბარებ ჩარდის ეგ როგორ ხდება რა უნდა გადაიყო ჟურნალისტი რა სინჯები ძალიან მაგარია ეს მაგარი რაღაცებს ააგორებენ ხოლმე უცბად რომ აი ნარკომანი რაღაცა ეს ეთყობა ერთი ფორმულა ცხოვრებაში რაც მე ვიცნობ და ჩემზე უფრო დიდხანსაც ვინც იცნობს სააკაშვილს კითხეთ ნარკოტიკი და სააკაშვილი არის აი როგორი არათავსებადი ამბავი იცი
ღვინოს სვამს ახლა ყველა მიცის. უფრო მაგრასასმელებს საერთოდ არ სვამს ღვინოზე მაგრასასმელებს. რაღაც სპირტიან. მაგრამ ჩაი სვამს იმდენს რომ მე მგონი მაგით იწრება. ჩაიში ტანინი და კოფეინია და მაგრამ მოდი იცი რაზე ვილაპარაკოთ. აი თვითონ ამ ხელისუფლების უუნარობა იმ მიმართულებით რომ მიხეილ სააკაშვილმა რეალურად ჯერ ხო დატროლა, ხო? ანუ სრული კომედია იყო რა, ანუ ადამიანი შემოვიდა, ხო, ჩვეულებრივად 3 დღე იარა, ხო? იარა. მოიარა ყველა თავის გაკეთებული რაღაცეები, ნახა, დახედა, ინერვიულა. ინერვიულა და ბოლოს და დადო ვიდეო რომ იცი რა არის, აი მე ახლა აქა ვარ. და აი მოდით და ვნახოთ. გლოვო გამოვიძახე, ხინკავს ჭამდა, გლოვოს ყავს მაინც გამოყევთ პატრონოები. გლოვსლავ ლოკაციას მოგიჩვენებს. კაცი გლოვო მიაგნა და სუსმა გლოვო მიუტარა საჩვენი და სუსმა ვერ მიაგნო. მოტოციკლეტი რომ მოდის ხოლმე, ხო იცი ლოკაციას დასკები. მაგრამ ეს თვითონ ტრუსკავეცი თუ რაღაცა საიდან მოიტანეს ეგ ამბავი. აი ანუ ეს ჯერ თავი მამუკა დინარაძემ თქვა ეგ და იმის მერე საერთოდ აღარ არის არ ჩანს. მე მგონი ტრუსკავეცია წასული. ხო. არაფერი, სიამოვნებაში მართალი რომ თქვა ეგრეთი დამცირება საკუთარი გუნდის მაგრად ტეხავს. ძალიან და რაც თორია, მარტო ის კი არ გააკეთებიეს. გამოვიდნენ და თქვენს რომ ამათ სისულელეები, იმიტომ ვალაპარაკეთ რომ ოპერაციას ვატარებთ. ანუ ეს ფოჯინები არიან და სასარგებლო იდიოტები არიან, მოკლედ რა, დებილობებს ვლაპარაკობენ, ბაწყობდა და იმტოლა ვალაპარაკეთ. ეცად ვალაპარაკეთ, აი ესეთი დებილობები თავს ლაპი დაიზრდა. ამას საკუთარ გუნდს გაუკეთებ, რაზე უნდა ილაპარაკო. ისინი ჩეულებრივ აგზელებენ პარტიულ საქმეა. ჩეულებრივ. დღემდე იძახიან ტრუსკავეცია ეგო. აი, მე ახლა კიდე ერთ თემაზე ამ არჩევნებზე მინდა ვისაუბრო. ახლა ყველაზე საინტერესო არჩევნებთან დაკავშირებით არის ჩემთვის, რაზეც მე მაგალითად აი ისტერიული სიცილი მიტყდება. ეს არის, როდესაც არჩევნების დღეს იმედი აცხადებს ეგზიტ პოლებს და აქეთ რო დგანან ესენი. მაგას წამყვანსაც ისტერიული სიცილი მიტყდება. ხო, და აქეთ რო დგანან. ესა ტრენინგია გავლილი, როგორ არ გამოაჩე. ანუ აი მუცლით მეზღაპრე ხო არის მუცლით რო ლაპარაკობს და ის მუცლით იცინის რო ჩაახშოს არჩევნებს. მაგის ტრენინგს გადის იმედის ეგზიტ პოლის გამომცხადებელი გადის სპეციალურ ტრენინგს როგორ იცინოს ჩუმად. ჩუმად როგორ იცინოს და თან აქეთ რო დგანან ეს. როელოდები თან იციან რაც უნდა გამოაცხადო, ხო იციან, ხო 55 თუ რაღაცა უნდა გამოაცხადო. ვითომ ელოდებიან. ხო და გამოაცხადო. მე 15 წუთი პანაშვიდივით იშლებიან და მეორე დღეს ხო მეორე ტურებია ყველგან რა. ხო, მე რამდენიც უნდა გააკეთო. მაგრამ შენი აი შენი ფაქტორი ძალიან დიდია. ხო, რაში გამოიხატება? რაში გამოიხატება ის რომ მაგალითად ამ დრომდე შენ ეთერში არ მჯდარხარ რა, ანუ რეალურად ყველაზე მეთხანს იჯექი შაბათს. იმიტომ რომ დაჯექი სიტყვაზე 10 საათზე 6-ის ნახევარზე გამოხვედი ეთერიდან, ანუ უკვე რომ დარწმუნდი რომ უკვე აღარაფერი შეიძლება აღარ მოხდეს. ანუ შენ რო ზიხარ ეთერში, ისინი სესკო ვეღარ აცხადებს შენ. იმდეს ილაპარაკებ, ხა აქედან გამიყვანეთ ციხეში, ხო არაფერი შენ. ძალიან მაგარია, ძალიან. სესკო ვერ აცხადებს შედეგებს. აი ელოდებოდი. არა, მე უნდა წავიყვანო. არა, მართლა გეუნები, გეფიცები. შენ როგორც კი გახვედი, 1 საათში გამოაცხადე შედეგები, ეგრე არისო? კაი, ახლა სულ ვიყო, ანუ არ გავიგე. უნდა იყო. ძალიან ცუდი ხმებოდ ეს არჩევნო უბნებიდან, ანუ ხელახლა რაღაც სითვლიან და ხმები ცუდი არ არის, ეგ კარგი. ხმები კარგი მოდის, მაგრამ თვითონ რომ იქ რაღაცა დანაშაულები აქვს ჩადენილი, ნუ ეგ ახლა გაგიკვირდა, ახლა ქართული ოცნება დანაშაულს ჩადის 1 კვადრატულ მეტრზე, ამდენი დანაშაული. საქართველოში როა, არცად არ არის მსოფლიოში და 1 წამის განმავლობაში 7 დანაშაული არის სახელმწიფო. აშკარად რაღაცა ხელისუფლება შეიძლება საკრებლო გაკომპლექტდეს ოპოზიციით. ესე მიდის. ძალიან ბევრი საკრებლო, მათ შორის დარწმუნებულია, რომ თბილისის საკრებლოც დაკომპლექტდება უმრავლესობით ოპოზიციით. არ ნაციონალურობით ოპოზიციით. ხო, რამე გაქვს ინფორმაცია ისიც. ნუ ხედავთ რაც გვაქვს, რამდენი უბანი გადათვალეს, იმდენი შედეგი აყირავდა. მათ შორის მაჟორიტარების შედეგების. იმიტომ რომ აშკარად იფსოსის ზუსტად ის ციფრები შეიძლება დაჯდეს, რომელიც ჰქონდა მონაცემები. ეგ ყოველთვის ეგრე ჭდება. იცი რა, სხვისთვის რო იცლი, შენი სასამართლოები როგორ არის? დაიწყება მალე.
ხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოძრაობა. ეხლა უყურე როგორ არის ტელევიზია ციხე კიდე საქმეების სხვა, ტელევიზია ციხე კიდე საქმეების სხვა. და ეხლა იქნება ტელევიზია სასამართლო ციხე საქმეების სხვა და ბოლოს იქნება რაღაცა 9 ნაწილად რო გაიყოფა ჩემი დღისგან რიგი, მერე იქნება ტელევიზია ციხე სასამართლო სხვა საქმეები და პანაშვიდი, ჩემივე. იქაც უნდა მივიდე დღის ბოლოს. შენ მე უნდა მივიდე. მე უნდა მივიდე, ჩავწვე და მეორე დღეს ისევ იგივე გავიმეორო. თან კიდე ისა გაქვს დამატებული სხვათაშორის ჩვენ ჟურნალისტებს ძალიან ებრძვიან რა მაგალითად და სულ ფრონტის წინა ხაზზე ხა გარბი ხარ ეგრე მაგალითად ქარელში იყავი ბოლოს ხო? კაი რატო გაიხსენე ახლა იცი ხო? რაღაც ამბავი ვიცი და მაგალითად ცაასიცხვილი იყო. არ ვიყავი არსად გასასვლელად მომზადებული მოკლედ რა, ეჭვებოდ მუშაობდა, უცებ ვიგებ რომ ეხა ეგ სასაცილოც არის მომენტი, მაგრამ კატასტროფა იყო იმ წუთში ჩემთვის დამიბნელდა ყველაფერი. და ვიგებ რომ ჩემი ჟურნალისტი ქარელის მერობის კანდიდატმა ჩლიქოსანმა რა გაცინებს ეგრე ქვია. ქარელს ყველა ეგრე იცნობს და ეხლა სახელდაგვარი მეც არ ვიცი. ხო და აი ამ კაცთან მივიდა გათახსირებული ბექა ყორშია. შხამიანი. და უწესიერესი უკეთილესი ოპერატორი ლევან აბლოთია. ჯო ვერაფრით ვერ გავიგე ბექა ყორშია რატო არ გადმოაგდეს და ეს ბიჭი რატო გადმოაგდეს. ეხლა კი ვიცინი მაგამ ბავზე, მაგრამ მოკლედ გადმოაგდეს, გადარჩა, რომელიც მადლობა. მაგრამ ნუ მე ხა დაბნელებული მაქვს რა, მე ჩემ ჟურნალისტს რამე რომ ემართება ან ოპერას, ვისაც გინდა, იცი შენც რომ მორჩენილია, აღარაფერი აღარ მომეკითხება ჭკუა. ჩავარდი რა, რაც მაცვია რაღაცა ფართხონაშარულით რაღაცა და ნუ არ მიღებენ რა, კარს ამ სამონტაჟში. არ მიღებენ, ვაბრახობენ, არ მე. გადავძვერი ფანჯრიდან. და გადავძვერი ფანჯრიდან და ყვირი რომ რატო არ მიღებს რაღაცა, მაგრამ ხვდები რომ სხვაგან მიყურებენ რა, კი არ მისმენენ და სახეში კი არ მიყურებენ. ნუ ხვდები რომ რაღაც რა იყო ამისთან? რა იყო და შარვალი გამეხა და ოღონდ კი არ გამერღვა, გამეხა. აი ასე ჩამეხა. მართლა. და ესე რომ ჩამეხა, ჩავარდა საერთოდ და ვარ ტრუსიკი. მართლა. აი ეს რაღაცა შავი შარვალი მაცვიდა რა. და ვაიმე ბოდიში თქვარი. და ოჯექი ესე უკაცრავად მოთხარი და ყველას თხოვე რომ გეხვეწებით არ გადამიღოთ ხო პოზიტივისაც თხოვე და იმედსაც და არა რა სულელეო მithქოს ახლა მაგას როგორ გადავიღებთო და ურეკავ ეკა ხერხეული წეს. ჩემ გაჭიროების თავკვესია და ეკა შარვალი გამეხა. რაო, სათხარო მითხარ, ქარელში ვარ და შარვალი გამეხა. და ვეღარ მოძრაობ თქო მე უთხარი და რამე მიშველი ეხა შარვალი მომიტანონ აქ თქო ქარელში. თან 5 წუთში ვეუბნები და დავკიდე. რა ვარია ხო ქარელში შარვალი მომიტანონ გვარამია. ურეკავს ჩვენ საერთო მეგობარს. ხო. რომელიც ცხოვრობს გორში. ხო. ეუბნება რომ გვარამია შარვალი გაეხა, არის ქარელში და 5 წუთში უნდა კონდეს შარვალი. ურეკავს ის უკან 5 წუთში. ეკა ნიკას რო შარვალი მოეწონება, ეგეთი მცხეთამდე რო ჩავიდე ახლა, ნანახიც არ ეკნება. მან უკილარო ფორაპრენჩემ მიუტანა ჯინსები ჩვეულებრივ. გზელუბიან შარვალს ეძებდი, ხო შეიძლება. ხო რაღაცა, აი მე და კალაძე რო ვატარებთ მარტო და. კალაძე და შენ. ხო. კალაძე შენ და კალაძე გაცვია. ხო. მომიტანა დაწოჩი მქონდა ჯინსები. ესე ის ხერხეულის მადლობა. ხო, ჩვეულებრივ ჯინსები. და ჩავიც, მაგრამ არ ვიცი დაბრუნებული მაგ თორე. საშკა დავაბრუნეთ ეს ჯინსები. არა. ასე წილი. შემოვიდა ახლა ეთერში. საშა ძალიან პოპულარულია შენი საშა. ხო და რო არ პატიჟებ შემოვიდა ეთერში თავის. ვიფროს ტელემაყურებლო საშა არის რომელიც გვარამიას უკანოდ გასხობს ყველაზე მაღალი და დიდი ეგ არის საშა. არა და მეგობრებო დაწიფროსია წეს პირიქით უნდა იყოს მე უნდა ვიდგე მაგის უკან. სუჭავს უკან დგას. ყველა კადრში რო ჩავს ეგ არის საშა. ძალიან სერიოზული ინფლუენსერია Facebook-ზე საშა. იცინე შენ და შენზე უფრო მეტი ლაიქები მაგასაა. კი, ბევრი პოსტები აქვს და ასე შემდეგ. მაგრამ ერთი კაი რაც გააკეთეს ბანერები ჩამოხსნეს შენი ის ანუ ის სურათი აქვს სასწაული შენი შენ. მე ზიზღება, ან სად გადამიღე, ან როდის გადამიღე, ან რას გავალ.
მე თან ველოდები ყველა არჩევნებზე რომ ველოდი რაღაცნაირი რაღაცა უბედური მაქსულა წარწულია და ესეთი თმები რაღაცა იმას ოხინური ჯიშის კატამი შემიკლეს ამ კატამი და მართლა კატამის ფოტო მოიხსნა ოხინური გავარ გადაჭეჭილი ვერაფერს ვერ ვამბობ ეს ინიციატივა რო არა ვერაფერს ვერ ვამბობ ნამდვილი ფოტოა და რა ინიციატივა რო შეაქვთ პარლამენტში მაგის აკრძალავზე მეგონი ფხაკაძეებს თუ რაღაცა რომ ძალადობრივი იძალადეს ჩვენზეო ძალადობრივი ბანერები აიკრძალოსო ინიციატივა შედის კანონში პარლამენტში შეაქვთ მე მგონი მაგათ ფხაკაძეებს თუ რაღაცა ჯერ ჩამოკიდეს და მერე შეა ხო ნიკა რა უნდა კითხო აი მაგალითად ჩვენ თქვი რომ ერთადერთი ვისაც ველაპარაკები ბიზინა ივანიშვილია ხო? აბა შეხებთან რა მაქვს ალბათ. ხო, ნუ ამათ აზრი არა. მე შარჯზე ხო არ ვისაუბრეთ, მე და გარ ანუ ერთადერთი ვთანაც შეიძლება დაждდე მოლაპარაკების მაგიდაზე ბიზინა ივანიშვილია, ხო რა? მე რატომ და არა, ზოგადად ხო. ზოგადად რომ მიმართავ უკვე ქართულ ოცნებას აღარ მიმართავ. მიმართავ ბიზინა ივანიშვილს, იმიტომ რომ აზრი არა აქვს ხებთან ლაპარაკს. ხო. ბიზინა ივანიშვილი ჯერ კიდევ აქვს აზრი და იმედი მაქვს რომ არ დაკარგავს აქტუალობას. ხო და მაგიტო გეუბნები რომ თუ ესე ამბობ რომ შენ მაგალითად პირდაპირ ბიზნესთან შეიძლება ესე მიმართო და რაღაცა ხო არ გაქვს სურვილი რომ პირადად შეგახვედრო. შუამავლო? ხო, მე ვიქნები. ამდენს იღებს შუამავლო. რაღაცა ორი კაპიკი რაღაცები, ნუ ოჯახი რო ვარჩი. შენი ხათრით მაშინ, მოიყვანე. მოგძანდით. რა საოცრება, როგორ ახარ ნიკა? გამარჯობა, როგორ ახარ? გამარჯობა, აბა მოლაპარაკებაო რაღაცაო. ხო, აი თქვენც ის მოგისურვებია. გველების ბუდეში მოვიდი. გასაუბროთ. იმინე გველების ბუდეში მოვიდი. აჩერდი ხალხთა საუბარი მინდა, აჩერდი ბიჭო. აი ორივე გველია კენ. აჩერდი ირაკლი, ხალხთა საუბარი. ისე გიურდა, თავგასებული რა გიურდა ეს არის სამეფო კობრა ბატონო ბიზინა რა ვიცოდი და მაგის 1 გრამი შხამი სპილოს გუდავს ეგრევე მე. ამშვიდი, გასაუბროთ, ცოტა აღელებულია. კახელი და პირდაპირია, ხო იცი სპილო ნახი აქ მაგას. ყველაფერი დანახი ზებრაც. ცოტა და ის სად არის? ის რო ყავდეთ სად არის? შავი მამბა რო ყავდეთ სად არის შავი მამბა? ეს ხო გადავიდა. სად არის შავი მამბა? გადავიდა ეს ტევე პირველზეა. აი სა. აბარიე ცოტა აღელებული. რა ვიცი, ახლა თუ საჩხუბრად მოხოდი პირდაპირ მე პირადად ძალიან კონსტრუქციულად ვარ მოსული პირდაპირ საუბრისთვის ვარ განწყობილი. ესე იგი, რა ვიცი ნიკა, მე მინდა რომ ვისაუბროთ კონკრეტულ თემებზე. თუმცა მანამდე სანამ ვისაუბრეთ, მე მაქვს ჩემი თეზისები. რომ ეს დიალოგი შედგეს, რომელსაც ირაკლი ჩამოაყალიბებს. ჩამოაყალიბე ირაკლი. ნომერ პირველ თეზის ბატონი. არავითარი მოლაპარაკები ნათმოძრაობასთან ბატონი. არავითარი მოლაპარაკები. შეცვალა ეთყობა რაღაც თეზისები. არავითარი მოლაპარაკები. თავარი არხი გამოირიცხა საერთოდ. არანაირი ესენი არიან ბუნტისტები. შეტევა ბატონი, მაგაზე ბრაზილია. ნიკა გვარამიასთან არანაირი მოლაპარაკები ბატონი. წერტილი. მოდი ჯერჯერო წერტილი ჩემგან გადაუღია. არა, ჯერჯერო ძიმე დავსat, მოდი მაგრამ. მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ ნიკა. უშუალოდ ჩვენ ვისაუბროთ. დავსat, მაგრამ. რა გინდა ნიკა? ბატონი, ბოდიში ბატონი. ის არ მეუასება კიდე მათ არ ვარი. რა გინდა ბიჭო, რა გავალი არის რა. თინეიჯერ ბინ ლადენს რო გავს, ეს ბექა ყორსი. რა მომტრიძე. აჩერდი. რაგის ნელაპარაკები ერთ ყორსიას უნდა შევსა მეორე ყორსიაში გავუშვა გეუნები ესე იგი ნიკოლოს მე მაქვს ესეთი კითხვა შენთან რა გინდა ჩემთან რატო გამოყავ ჩემგან მონსტრი შენ რა გონია რომ მე ხა ესეთი გაჭირება რო ქვეყანაში მე ამაზე არ მეტირება აბა ძალიანაც მეტირება ძალიან კარგი აი როგორ შეიძლება ამაზე არ გეტირებოდეს რომელ ადამიანს აი როგორ შეიძლება ამაზე არ გეტირებოდეს მე ძალიან მეტირება ამ ყველაფერზე ირაკლი სად არის ჩემი ცერმელი იხლი მეტი როგორ გათულებე ჩემო საქართველოს ჩემ თავს მაგრამ არაფერი არ გამოუვა ამბატე ცოტა დაიბატე არაფერი არ გამოუვა დამიბატე არაფერი გამოუვა ჩემო საქართველოს ხედავ რას გიშვება არ ვიცოდი ასე თუ ვერ მიულობდი, თორე არ ვიზავდი, ხო? მაგრამ არ გამოგივათ არაფერი. ეხლა აღარ. გაგაშავთ. გამაშავე. გაგაშავთ. შენ ხო მოშევქავს კაცო. გაგაშავთ, არ გამოგიველი არაფერი. კაცო ნარკომანია და ვინებში ისხაპუნებს წამოიღო ეხლა წამოიღო შარდის სული, წამოიღო. დაუხე ხუში მაგდებს ხო დალახალაც. ბიჭო ეხო გახარიას შევტენით ეგ. გახარიაზე ხო თქვით ეგ. მაშინ მოღალატებს. მოღალატებს. ჩვენთან არ არის და ვის უღალატა კაცო, რა გიგე. მაშინ
კრიმინალია, всё, კრიმინალი. ეხო მელიაზე ვთქვით კაცო. მაშინ მართალი კაცი ყოფილი რას ვერჩით ბატონო. იყოს რა ამისთვის იყო ჩვენ სამიზი იყო და მაშინ. ირაკლი. შენ რაღაც ზედმეტად ლოგიკურად ხო არაზრუნებ ამ ბოლო დროს. ცოტა მოუგელი აზროვნება ცოტა. ბატონო მე ლოგიკამ ჩიხში შემიყვანა უღრმესი ბუდიში ბატონო. ო, დაუფიქრდი ცოტა ასაუბრო. რამე ნაკლი აქვს ბატონი ძინავს? არენერი ნაკლი. ერთ ნაკლს ვერი პოვით ბატონო. პასუხები იცის. გვერდით მიზის ბატონი ბიძინა და ამშვენი თავი მეტყილა, თავი მეტყილა. გზავნი ბატონი. ულეჯი ლაიკი ნახე ბატონი, ლაიკი. მესენჯერი შემოწე. მესენჯერი შეამოწმე. თავი მეტყილა. თუ ნერვებს გიშით ბატონო მე მითხარი ეს მწვანე რაღაცები რო ბატინკები რო იმენა მოათხელებიებს პეცნას მოვიყვან და აი გვარამია თავისი მსაშიანა ხო ის კისერში ნაკეცი რბაქ აი მაგინია ნო ოღონდ პოსტერზე დიეტაზე რო დიეტა მეგა გამხდარი მეგარ მინახავ მე ბორკან ორივე და მოვიპარე ამშვიდი რა ამშვიდი აუქნა ცოტა ღელავს პიროვნება რა გავაკეთო მემოპატიეთ სამაგიეროდ მე ვარ მზად დიალოგისთვის და იმდენად მინდა რომ ეს დიალოგი შედგეს ჩვენ შორის რაც შენ წამოიწყე რა თქმა უნდა მე წამომიწყე შენ წამოიწყე ეს დიალოგი შედგეს იმდენად მზად ვარ რომ მე თანახმა ვარ რომ ღარიბაშვილი გაჩუქო შემიძლია და დაგიფო ღარიბაშვილი აი ამ წუთიდან მე პირადად ჩუქდი ღარიბაშვილს მე ჩუქდი აუ ბატონო ვიდა გეხვეწები ოღონ არ მაჩუქე და ყოველ დღე და ბულინგებს გეხვეწები მე ამინდა ნაგე დაგა ბულინგები არა დავშვიდი გეხვეწები მე ახლა მე უკვე გაჩუქე შენ მე ახლა გავალ დაგტოვებთ და არაფერი შენი იყოს всё მორჩა შეთანხმება ეს არის ჩამოვთქვი წავდი მე დავაჭერ რაღაც ქალაქებს უთმობ რა ქალაქებს აგითმობ რაღაცებს კიდე კაცო რა წავედი აბა კარგად იყავით საჩუქარი დაიტოვე კარგად იყავი კარგი აბა შენიც აბა მე ვიცი შენ ფინანსებზე იფიქრე და ეს მოგიხსნება კარგად მოდი დაჯექ ბიჭო დაჯექი ხო და ნუ აი ესე დიდი ბოდიში ბატონო შემთხვევით მომენტით ვისარგებლეთ თუ მე შენ ბიზნეს ხო არ გონი ვარ გაჩუქე დიახ ბატონო დიახ მე მინდა ამ მომენტით ვისარგებლო და უღრმესი მადლობა გადავხდეთ ბატონო ნიკა გვარამიას უსენსიტიურის უადეკვატურის უსაყვარლის პიროვნება აი ძენ მეც მინდა ეს ლაიქი აი გულები თქვენ ბატონო თელგულები თქვენია გაჩუქათ უკვე და გადმოეწყო ერთი განცხადება მინდა გავაკეთო სერიოზულესი განცხადება ავდგები თუ შეიძლება კი ბატონო მე მინდა კრემანდელი დღე თესაკარტელოს მიულოცო დღეს არის გვარამიობა მე მინდა ბატონო ნიკას მიულოცო უღრმესი მადლობა ბატონო უსატუდე საყვარლეს უფეშენტის ადამიანი უმაგრეს უმოდურეს რა ჩემი ბალენსიაგა ჩემი დემნები ხარ გვასალი უღრმესი მადლობა მოკლედ ესე იგი ნუ საჩუქარია და ის მოიწეს თავი დამატე მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ნიკა რომ მოხვედი გადაცემაში სტუმრად ნაგარი კაცი ვარ ხოდაშევი ძალიან დიდი მადლობა ძვირფას ტელემაყურებელს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ბატონო ნიკა გვარამია მადლობა ესე იგი გამოგობა ბატონო